ბავშვები ვიცით უკვე ყველა რომ სწავლობენ მიმბაძველობით და რა მაგალითსაც ვაძლევთ, ისინიც უნდათ თუ არ უნდათ რაღაცნაირად იმეორებენ ამას ბავშვობაშიც და მერე უკვე ზრდასრულობაშიც. ამიტომ საკუთარი მაგალითით. ეხლა ჩვენთან ძალიან ბევრი მოსწავლე ყავს ზოოპარკში, გვაქვს საგანმანათლებლო ცენტრი, ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრი. და ეს ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ხოლმე ჩართულები ზოოპარკის ყოველდღიურობაში. და რასაც ვაკვირდები, ბავშვებს არ აქვთ ხოლმე შიში და ზიზღი რაღაც სახეობების. და მხოლოდ დასწავლით იწყებენ ისინი რაღაცების მოძულებას დაუშვათ ეს ეხება გველებს თუ ანუ ძირითადად ქვეწარმავლებსია ხოლმე ეს ერთხელ მქონდა შემთხვევა რომ აბრეშუმის მუზეუმში ვიყავი საკვირაო სკოლაში სტუმრად მისული და ვიცი რომ ზოგადად ბავშვებს აინტერესებთ ქვეწარმავლები და წავიყვანეთ ზურგჩანთით 2 გველი. და ახლა თავიდან რომ მივედი ამ ბავშვებთან, ჯერ ვისაუბრეთ ცხოველებზე, ის სხვადასხვა თემებს შევეხეთ და მე ახლა პირდაპირ ესე არ მომიღია ეს გველები და უბრალოდ კითხე რომ აბა რა შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ ახლა აქ რო გველი მომეყვანა. და ყველა ის აენთო რომ რა მაგარი იქნებოდა მას და მე ამოვიყვანეთ ეს 2 გველი და ძალიან საინტერესო სანახავი იყო რომ ეს ბავშვები მოდიოდნენ და კოცნიდნენ ამ გველებს. აი ეს ეჭირათ და კოცნიდნენ და მშობლები და მასწავლებლები გავიდნენ ოთახიდან. ხო და ანუ ეს არის ხოლმე კი არის რაღაც ქვეცნობიერი შიშები რომლებიც ადამიანებს აქვთ და მათ შორის ქვეწარმავლების შიშიც ერთ-ერთი მათგანია რომელიც ალბათ ძველი ტვინით მოგდევს რომ რაღაცას საფრთხე ამასთან დაკავშირებული, მაგრამ საკუთარი მაგალითით რომ ქუჩაში ალბათ ყოველს გვინახავს დაუშვათ მშობლები და ბავშვები, როცა იკრძალავენ რომ არ მიხვიდე, საშიშია, გიკბენს და ეს ინფორმაცია მერე რაღაც ალბათ შიშად ყალიბდება უკვე ზრდასრულობაში, ხო, როცა ეშინიათ ძაღლების, ეშინიათ ობობების, გველების, თავისთავად კრაზანების, ფრინველების, ესეც ხო თავისით შეიძლება ხო ალბათ რომ უცბად ადამიანმა გაიღვიძოს და თქვას რომ მე მეშინია, ეხლა ეს ყვავი რო დავინახე. ალბათ რაღაც მოხდა ხო მის ბავშვობაში ისეთი, რამაც ჩააგონა რაღაცა არასწორად. დაუშვათ მოხდა შემთხვევა რომ ძაღლმა უკბინა ბავშვს, ხო, აქაც ის კი არა რომ ეს ზღარი ძაღლი როგორ გიკბინა და მე მთელი ცხოვრება რომ ზძულდეს ამ ბავშვს ამ ძაღლების ალბათ მოქცევის წესებიც უნდა ვასწავლოთ ხო რომ დაუშვათ ის რომ უცხო ძაღლს არ უნდა გაენთო და არ უნდა ჩაეხუტო და პირში არ უნდა ჩაუყო ხელები ხო იგივე თუნდაც გველი რო დაინახავ არ უნდა მივარდე და რაღაცა ჯოხების ჩხიკინი არ უნდა დაუწყო რომ ისიც ცოცხალი არსება მას თავისი როლი აქვს ამ ჩვენს ბიო მრავალფეროვნებაში ბავშვურ ენაზე და რა ვიცი, ყველა არსება შეიძლება გამოუნახო რაღაც ისეთი, რითიც ბავშვს დააინტერესებდა. მე ეს, რა ვიცი, მე ესე ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში და გაამართლა. ადრეც მე მგონი რომ ჩემი შვილი მყავდა აქ მოყვანილი გველების ოთახში 3 წლის იყო. აი უბედნიერესი, ყველაზე კმაყოფილი წამოვიდა იმ ოთახიდან და უკაკუნებდა ფანჯარაზე რომ მოეხედა ერთმა გველმა შეხედა და უბედნიერესი იყო. ეხლა გველი რო ტელევიზორში დაინახოს შეიძლება შეეშინდეს. ანუ გამომდინარეობს ალბათ ჩემგან და ჩემი მეუღლისგან, იმიტომ რომ რამდენჯერმე უარყოფით კონტექსტში ვახსენეთ და ბუნებრივი შიში გაუჩნდა უკვე. თორე იმ 3 წლის ასაკში მანამდე რო არ ქონდა გაგონილი, აღფრთოვანებული იყო გველები. და ისეთ თვისებებს აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ერთხელ რაღაც პოსტიც ჰქონდა დაწერილი იგუანაზე, რომ ზრდასრულებისთვის რაღაც საზიზღარი არსებაა და აი ბავშვებს რო კითხო, რომ აი როგორია, აბა ამიღწერე და ზოგი დრაკონს დაინახავს, ზოგმა თქვა მაშინ, რომ აი რაღაც სათამაშოსავით თვალები აქვს. ზოგი ამბობს იღიმის, ან რაღაც დეტალებს ისეც აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მე ეს შიშიც რომ გაიცნობენ ახლოს ამ არსებას და დაუშვათ მის გარეგნობას შეისწავლიან მის თვისებებს, რა ფუნქცია აქვს, ხო, როგორ ცხოვრობს, ის ცხოველი რაღაცა არ არის მისთვის მხოლოდ შორეული წარმოსახვითი მტერი, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს და რაც უფრო ახლოს იცნობენ, მერე უფრო მეტი თანაგრძნობა უჩნდებათ მათ მიმართ. ამიტომ
ხო, წესები უნდა ვასწავლოთ, უნდა გავაცნოთ და აი ეს რაღაცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილე ყოველთვის საშიშია, საჭიროა, მაგრამ ეს რაღაცა შიში არ უნდა ჩაუნერგოთ, ხო, ადამიანს ეშინია იმის, რასაც არ ხო და შედეგი შეიძლება ალბათ რომ აგრესიაც იყოს და მე მოუნდეს არ ვიცი რადგან მეშინია უნდა მოუკლა. კი, რა თქმა უნდა, ესე ახლა ჩემთანაც უბანში სულ ისე მაქვს მეზობლებთან, რომ ნუ ხოცავთ ამ ხოკერებს, იმიტომ რომ არაფერს არ აშავებენ. თვითონაც ხვლიკია, რომელიც არაფერს არ აშავებს და პირიქით შეიძლება სასარგებლოც იყოს, ხო, იქ გარემოში, სადაც უამრავი რაღაც მავნებელია, მაგრამ არა, უნდა რაღაც თავი გაუსრისონ და ესეც ხო ალბათ ინფორმაციის ნაკლებობაც და განათლება, როცა ადამიანი ბავშვობიდან იცნობა გარე სამყაროს და იღებს ინფორმაციას. განათლება რო ახსენეთ და წერან ბავშვებიც უბრალოდ ვიტყვილა და ჩემი შვილი 10 წლის არის, ბოლოს რო იყო გამოცხადებული, შაბათ-კვირას არის ხოლმე. სკოლა ქვია თუ როგორ ქვია, აღარ მახსოვს. საკვირაო სკოლა. საკვირაო სკოლა ჩემი შვილი 10 წლის დადიოდა, მეც დავყვებოდი და აი ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვისაც და ის რომ ბავშვებისთვის ამ განათლების მიცემაზე ზრუნავთ, ეგ ცალკე მადლობის სათქმელია და მადლობა.